თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. წელს ისევე როგორც გასულ წლებში თითქმის ყველა ტელევიზიამ უზარმაზარი საეთერო დრო დაუთმო მიხეილ ცაგარელს. ამ 90-იანი წლების ჭკვიან კაცს, რომელმაც არაფერში, საერთოდ არაფერში უდიდესი ფული აკეთა მდიდარი ადამიანების ხარჯზე. მაგრამ შენ რა გიხარია ერთი ჩადგმალობიო რომ არ გაქვს სახში. რა ვარსკვლავები აგიწყდა და რა წლის რუკას უყვეთავ 1500 ლარად, როცა ხელფასი გაქვს 700 ლარი. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9 გამარჯობა. რა უნდა ყოფილიყო 2026 წელს ჩემი ერთ-ერთი პირველი რადიობლოგი თუ არა ეს. მეგობრებო, მგონი 2025 წელს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ საბოლოოდან ნათლად დაგვანახა თუ რაოდენ სისულელია მთელი ეს ასტროლოგიური სიგიჟეები, რომ წელს ვერძელი ბევრს იმოგზაურებენ და კურვები გამდიდრდებიან, ბევრს იშოვიან. წესით ყველა უნდა დავრწმუნდეთ საბოლოოდ, რომ მთელი ეს ასტროლოგია, ზოდიაკო და პირადი რუკები არის სრული სიბრიყვე და ანტიმეცნიერული ბოდვა, რომელსაც ისეთივე კავშირი აქვს საღაზრთან, როგორიც პოლონიუმის რომელიმე იზოტოპს სტაბილურობასთან. ამ წელს ვისურვებდი, რომ მედიამ ნაკლები დრო დაუთმოს მიხეილ ცაგარელს და სხვა ასტრო თუ ეზოთერიკ შამანებს. მეტი გვესაუბრონ მეცნიერებასა და ფაქტებზე. ცაგარელს ვინც უთმობს ეთერს, ის მედია არის განსაკუთრებით მავნებელი. ტიპი სერიოზულად გამოდიოდა 5G ანტენების წინააღმდეგ და ერთ-ერთში იმეორებდა კრემლის ნარატივს. ამ ბოლო დროს გამოიკვეთა ადამიანთა საინტერესო კატეგორია. ვინც ამ ზოდიაკოს ვერ ელევა, მოსწონს და ამავდროულად ხვდება, რომ ეს ყველაფერი სისულელია და უტყდება. უბრალოდ ვერთობი, კაცო. არა მეგობრებო, შეუძლებელია ნორმალური და საღადმოაზროვნე ადამიანი ამით ერთობოდეს, მით უმეტეს რომ ეს გართობა ლამის მთელი ცხოვრების ვარსკვლავების გალაგებით დაგეგმვას გულისხმობს. მე აბსოლუტურად მესმის. კარგ რაღაცეებს უწერენ ხოლმე ასეთ ადამიანებს და ეგ სიამოვნებთ. მიზანდასახული, კეთილი, ლამაზი, სამართლიანი ხარო ჩაუწერენ და რა ქნას ახლა მაგის გაგება თუ უნდა ადამიანს და ჭირდება. ამაში ფულსაც იხდის. მე არასდროს ყოფილი ვარ ასტროლოგთან, არც მკითხავთან, არც პირადი რუკა მაქვს და რომელ ქვეყანაში და ვისთან უნდა ვიცხოვრო წესით, წარმოდგენა არ მაქვს. ვერც ცაგარელის ტერმინებში ვერ ყვევი და წელს ვაპირებდი ჩაჯდომას, მაგრამ გადავიფიქრე. წელს წონაში უნდა დავიკლო მინიმუმ 15 კილო და რაშიც ფულს მიხდიან, იმ საქმეზე უნდა გადავერთო ორმაგად. გილოცავთ ახალ წელს, გვეცხოვროს რეალურ ცხოვრებაში და არა ილუზიებში. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.